არსებობს პროფესია, რომლის ერთადერთი მოვალეობაც დანახვაა. გლობალურად სატელევიზიო გადასაღები მოედნები შრომის უსაფრთხოების მხრივ ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი ზონებია. კალიფორნიაში ერთადერთ ადამიანს ბავშვთა კეთილდღეობის ოფიცერს შეუძლია მთლიანად გააჩეროს $1,000,000-იანი სატელევიზიო შოუ. კანონით მას აქვს იურიდიული უფლება რეჟისორს ნებართვაც არ კითხოს და პირდაპირ ეთერი მომენტალურად შეწყვიტოს თუ ბავშვს საფრთხე ემუქრება. მისი ყოლა გადასაღებ მოედნებსა თუ სტუდიებში აუცილებელია, განსაკუთრებით როცა იქ ბავშვები არიან. ეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მოთხოვნაა. თბილისში კი ამაზე უბრალოდ გაეცინებათ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. კანადაში ონტარიოს წესებით დღიურ საწარმო გეგმაში ეგრეთ წოდებულ ჰოლშიც სახელით და გვარით უნდა ეწეროს მორიგე მედდის, პარამედიკოსის ან ექიმის ვინაობა. თუ ამ გეგმაში კონკრეტული სახელი არ ფიქსირდება, გადაღება კანონით იკრძალება. დიდ ბრიტანეთში სადაზღვევო კომპანიები არხის პოლის არ დაამტკიცებენ, ვიდრე მოედანზე არ დაინიშნება სამედიცინო წარმომადგენელი, რომლის ერთადერთი მოვალეობა პერფორმანსის ზონაში პირდაპირ შეუფერხებელი დანახვაა. მეთვალყურის გარეშე ვერცერთ ცივილურ სატელევიზიო არხზე დაუზღვეველი შოუ ვერ ჩატარდება. ეს არის ფარული მექანიზმი, სადაც ყველა მიცის, რომ კრიზისის დამალვა ბევრად უფრო ძვირიჯდება, ვიდრე დაზღვევა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მუსიკალური შოუს დროს 10 წლის მონაწილე სცენაზე გონებას კარგავს და ვარდება. ის 3 წუთი იატაკზე გაუნձრებლად წერს. მუსიკა არ შეწყვეტილა, დარწმუნებული ვარ, თანამშრომლები ვერ დაინახავდნენ, რადგან მათ რეაქცია არ ჰქონდათ. არცეთი ბავშვთა კეთილდღეობის ოფიცერი ან მსგავსი არც არასდროს ჰყოლია. რასაკეთებდნენ მშობლები და სტუდიის პედაგოგები, ეს მხოლოდ მათ იციან. ტელეარხისა და სიმღერის აკადემიის ოფიციალური პასუხი იყო: ვერ დავინახეთ, განათება იყო ძლიერი და მუსიკა ხმამაღალიო. პრობლემა ის კი არ არის, რომ ბავშვი ცუდად გახდა. ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. პრობლემა ის არის, რომ გლობალური სამაუწყებლო სისტემა აშენებულია სწორედ ისეთ მექანიზმებზე, რომ საკუთარ მოედანზე კრიტიკული მომენტები შეამჩნიოს და მართოს. და როცა ოფიციალური პასუხია ვერ დავინახეთ, ეს ალიბი კი არ არის, არამედ პირდაპირ მტკიცებულება და აღიარება, რომ საწარმო გეგმაში უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლიც კი არ არსებობდა. ცივილურ ქვეყნებში გადასაღებ მოედნებზე თუ სტუდიებში უსაფრთხოების ოფიცერი სავალდებულოა და ფულს უხდიან იმისთვის, რომ დაინახოს. ასევე კანონით სასტიკად იკრძალება კრიზისში მყოფი ბავშვის სახის ჩვენება და ამ კადრების ინტერნეტში ტირაჟირება. ჩვენთან კი ტელევიზიის უპასუხისმგებლობით გაბარზებული საზოგადოება ამავე ბავშვის და არა მხოლოდ ამ ბავშვის, მთელი გუნდის ბავშვების ფოტოებს და ვიდეო კადრებს უკვე მესამე დღეს საკუთარ კედლებზე ვირუსულად აზიარებს. იქ ცივილურ ქვეყნებში ფულს უხდიან, რომ დაინახოს. ჩვენთან კი ბავშვის ტრავმა უბრალოდ მორიგი, უფასო კონტენტია. გამოიწერეთ არხი, რომ უფრო მეტი აბსურდის შესახებ ვისაუბროთ.